საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კახეთის სათემო ცენტრის წარმომადგენლები სოფელ გულგულიდან, ფშაველიდან, კისისხევიდან და ნაფარეულიდან ესწრებოდნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას საკუთარ სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სოფლების ინდივიდუალური პრობლემების გადაჭრის გზები ერთობლივად მოძებნეს. აღნიშნული სახის შეხვედრებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი საქართველოში ყოველი წლის დასასრულს ქვეყანაში ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე მართავს, რადგან სოფლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტებს ქვეყნის ბიუჯეტიდან საჭირო თანხა დაუმტკიცდეთ. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებს თემის მობილიზაციისა და თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პროექტს პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტის მიმართულებით, პრობლემების იდენტიფიკაციიდან მათი გადაწყვეტის გზების მოძიებამდე და შემდგომ უკვე პროგრამების თუ ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის ჩათვლით. შესაბამისად, ეს გახლავთ ერთი მორიგი ასეთი შეხვედრა. მოგეხსენებათ, საბიუჯეტო პროცესი მიდის და შესაბამისად მნიშვნელოვანი ამ პრობლემისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება. ამ შეხვედრის მნიშვნელობა და აქტუალობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გამოცდილება გვაქვს და შარშანაც გავაკეთეთ ასეთი წარდგენა პრობლემების თვითმმართველობასთან. შესაბამისად, მე მონიტორინგს უწევით, რამდენად კეთდებოდა ეს საქმე. მინდა გითხრათ, რომ შარშანდელი პრობლემები, რომელიც ჩვენ წარუდგინეთ თვითმმართველობას, ყველაფერი მოაგვარეს. ანუ ის რაც წარუდგინეთ, გააკეთეს ის. წელსაც იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემები გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში, იმიტომ რომ ახლა იცით თქვენ, რომ ბიუჯეტის დაგეგმაა ახლა და დღეს თუ ხვალ ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს. და აი ამ ბიუჯეტში გვინდა რომ ჩაჯდეს ამ პრობლემების გადაჭრისთვის თანხები. შეხვედრა იყო მიმართული იქით, ანუ სოფლის პრიორიტეტული პრობლემებთან დაკავშირებით იყო. აქ წარმოდგენილი 4 სოფელი, ნაფარეული, კისისხევი, გულგულა და ფშაველი. ესეთი პროექტები ყოველთვის არის ხოლმე ხშირად და ძალიან მნიშვნელოვანია და სასარგებლოა სოფლის განვითარებისთვის და თან აღსანიშნავია ისიც, რომ ამაში ძირითადად არიან ჩართული ქალბატონები.